გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. ეხლა მივდივარ ხელოსანთან, სადაც ჩემი ბაიკი მყავს დატოვებული. და ვნახოთ აბა რა ეტაპზე არიან და რამდენ ხანში დამთავრდება. მოკლედ რამდენიმე თვის უკან მომიხდა რაღაც ინციდენტი, ჰქონდა ვიზუალური დაზიანებები, განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ ვცვლი მთლიან ბოდიკიც და მოკლედ ტექნიკურად იდეალური არის, საერთოდ არაფერი პრობლემა არ აქვს და მხოლოდ ვიზუალი გამოიცვლება. და ერთი სული მაქვს, თან ამიდევიც ძალიან კარგია და ვეცდები რომ ძალიან კარგ ადგილებში გავიდე და საინტერესო ვიდეოები შემოგთავაზოთ. აბა ვნახოთ. მოკლედ მოვედი სახელოსნოში და აბა ვნახოთ, ჩუმად შევიხედავ და რა მდგომარეობაშია და რა ეტაპზეა ჩემი ბაიკი. ვნახოთ. გამარჯობა. სალამი. როგორ ახალფრიდონ? თავად. კარგად. აუ რა მაგარია. გამარჯობა. აუ ძალიან მაგარია. აუ არ მეგონა ესე მალე თუ გავაკეთებდი. აუ უკვე შეეთყო რა ის ვიზუალი, რა ვიზუალიც. ძალიან ისე მალე წავიდა. შენ მითხარი 10 დღე, მაგრამ მე მგონი მესამე დღეა, ხო? და თითქმის ნუ ბოლოში არა, მაგრამ ნახევარზე მეტი გაკეთებული იყო. 60% გაკეთებული. აუ ძალიან მაგარია. აუ უფრო მაგრად მომწონს. თავიდან შავს ეს ბევრად ჯობია, რომ გამოკვეთილი ფერები იყო. კი და ჩემი ხომ მთლიანად შავი იყო და ანუ საერთოდ არ ჩანდი რა. თან გამშვებით ის ქარხნული მიყენია რა. იცი რა არის ხო ორიგინალი მინდა რა რომ დავაყენო რა. ხო და ანუ ეს შენ როგორც ამიხსენი ხო რა ჩინურის და რაღაცის დაყენებას ჯობია რომ ორიგინალი დავაყენოთ რა. ხო და აუ იმაზე მეტად ეს მომწონს რა. თავიდან ეს ავარია რომ მომივიდა, მოკლედ აი 2 თვე არ შევდიოდი გარაჟში რა, იმიტომ რომ ხო იცი აი რო არ გინდა რომ დაინახო რა. როგიყვარს და გული უცე რომ მოგიხდა. ხო და აი არ მინდოდა რომ დამენახა რა და მოკლედ ეხლა რომ ესეთ მდგომარეობაში უყურებ ძალიან ვიხარია და ერთი სული მაქვს რა. როდის გამოვა, როდის იქნება მზად და ნუ ამიდები უკვე კარგი არის და მოკლედ ყველა შევიგზნო ნამდვილი თავისუფლება. ყველაფერი 2 დღე. წყნარად 7 გარემოში გაკეთე. მოკლედ ფრიდონი მეგობრებო არის ძალიან მაგარი ადამიანი, პირველ რიგში ძალიან მაგარი ადამიანია, მაგარი კაცი და ასევე არის ძალიან მაგარი პროფესიონალი რა. მე მგონი სიცხლე მაქვს. და იცის რა თავის საქმე მოკლედ და თუ ვინმეს გინდათ რომ თქვენი მოტოციკლეტი მოიყვანოთ, შეგიძლიათ ამამად ენდოთ ამ ადამიანს. პირადად მე რაც დამჭირვებია ყოველთვის კარგად აკეთებს, იცის თავის საქმე და ძალიან გულიანად რაც თავარია რა. ეხლა შემთხვევაში ის კი გამოვწერეთ. ნუ ეს კი გამოწერე კიდე ყველაფერი დგება თავის, მაგრამ არსებობს მოდელები, რომლებიც არის შოებან ზედმეტად ბევრად ზვირიღებს. ამ შემთხვევაში გვაქვს სამალია, რომ ჭყალებში სამალია, სამღებრო ქართულად რო ვთქვათ. და ანუ აღდგენა, ჩამოსხმა, შეღებვა, ყველაფერი ხდება მოკლედ ჩვენთან. ასევე ნებისმიერი სერვისი. ძალიან კარგია. აი სხვა კიდევ აი რა მაინტერესებს, იცი? გარდა მაგისა კიდევ აი წერა გუშინ წინ ვიყავ მე მგონი მოსული და კასტამი ახსენე მე მგონი რა. გამოვაჩინოთ. და ანუ თუ ეხა მე პატრონის სურვილი არ იყო თუ არ გამოვაჩინოთ, უბრალოდ სურათები რომ აჩვენე რა, აი ისეთი მაგარი რაღაც შეიძლება გამოვიდეს რომ ზოგადად მაგაზე მუშაობს თუ უბრალოდ შენი ინტერესი იყო რა. ჩვენ დავიწყეთ ახლა 2 პროექტის კეთება. ორივე ერთი არის K1200 GT BMW, მეორე ყავს K75 750 კუბიანი. ქართულს ნებისმიერი დაგუგლავს ამას და რა იქნება შემდეგ ჩვენ შევთავაზოთ. მაგრამ ისა 1200 GT შემიძლია განახოთ. ესეც ნახოთ, მაგრამ ჯერჯერობით 10%-ია გაკეთებული, რაც შეიძლება გავაკეთოთ. აუ ძალიან მაგარია. რომა
ძალიან მაგარი გამოვა. მეორე მოსვლი ატენი აქ. აუ, ძალიან მაგარია. ეს რა მოდელი არის? ესა K1200 GT, 1200 კუბიანი საკმაოდ ძლიერი. კარგანული გადაცემით. მაგას აი ამ პროგრამს არის გაკეთებული მაქსიმუმ 20% ჯერ. მე პატარა სხვა არ იქნება პრობლემა. არა, პრობლემა არ იქნება, პირიქით გაუხარდება. ო, ეს საბოლოოდ ძალიან მაგარი გამოვა რა. საბოლოოდ სადღაც 2 თვე დაგჭირდა რომ იდეალურად მიყვანამდე და მე უკვე გავიდე ქალაქში ერთად. მაგარია. წარმატებებს გისურვო. მოვედი მოტოსახელოსნოში იმისთვის რომ ვნახო ჩემი მოტოციკლეტი, მათ ფრიდონი დამირეკა რომ მოდი მზად არისო და ვნახოთ ერთად შევხედოთ რა მდგომარეობაშია. თუ არის მზად ახალი სეზონისთვის. აუ, ძალიან მაგარი არის. აუ, მაგრად მომწონს. და მოკლედ მზად არის ჩემი ბაიკი, ძალიან მომწონს, ძალიან მაგრად გამოიყურება. ყველა სერვისი ჩავატარეთ, რაც ჭირდებოდა. მუხლით ჭებრის სითხე შევცვალეთ, ზეთი შევცვალეთ, რომელ ზეთს შევასხით? ლიქვიმური 140. ლიქვიმური 140. ორიგინალი საკმაოდ კარგი ზეთია. მაგრამ მუშაობს ეს რავები, ну ზოგადად ნებისმიერ სხვა რავებს ვახცეს. ძალიან კარგი. მადლობა ყველაფრისთვის. მადლობა, გაიხარე. მოკლედ გავედით მეგობრებო, გავრეცხეთ ბაიკი და აუ, ძალიან მაგარია. მოკლედ რაც შეეხება ამ ბაიკის ისტორიას, არ მაქვს დიდი გამოცდილება, მაგრამ ყოველთვის მინდოდა ჩემი ოცნება იყო რომ ყოლოდა ბაიკი, მაგრამ ვერასდროს მოკლედ ვერ მოვიცალე რა, ვერც დროის მხრივ, ვერც ფინანსურად ვერ ჩაჯდა პრიორიტეტებში ვერასდროს და ანუ მოკლედ შარშან გადავწყვიტე რომ ჩამოვიყვანე და რამოდენიმე თვეში მოვყევი ავარიაში. ჩემბრალეულობა არ იყო, დამეჯახნენ და შემდეგ თვეების განმავლობაში ველოდებოდი ამ ადამიანს, რომელმაც თავიდან აღიარა რომ თავისი ბრალეულობა იყო. შემდეგ მითხრა რომ ვერ გააკეთებდა და დაახლოებით ალბათ 6 თვე დამჭირდა იმისთვის რომ ამ ადამიანს აენაზღაურებინა ჩემთვის ის მოყენებული ზიანი, რაც მივიღე. ნუ ტექნიკურად ისეთი არაფერი არ დაუზიანდა, ძირითადად ვიზუალური მხარე და მოკლედ გამოვიწერე ბოდიკიტი და მთლიანად შევცვალე. ახლა გაჩვენებთ რა მდგომარეობაში იყო მანამდე.
ნუ დაახლოებით რა ამასობაში სანამ ჩამოვიდა ბოდიკიტი სანამ ავაწყეთ გავიდა დაახლოებით 9 თვე რა მოკლედ 9 თვეა რაც ბაიკზე არ ვიჯდა რო არ ნუ თუმცა ზამთარი იყო და ზამთარში მაინც და მაინც ისედაც არ გამოვიყენებდი ასე ვთქვათ ხშირად თუმცა ძალიან ცუდი მომენტი არის ხო კიდე რაც შეეხება დაზღვევას მოკლედ ვაპირებდი ამ ბაიკის დაზღვევას სანამ ინციდენტი მომიხდებოდა და ყველაფერი გამზადებული მქონდა სურათები გადავაგზავნე ჩემი ტექპასპორტი სადაზღვევო მენეჯერთან უკვე ყველაფერზე შევთანხმდით და ნუ რაღაც პატარა დეტალები იყო მოკლედ მოსაგვარებელი და ზუსტად მაგ დროს შემემთხვა ეს ინციდენტი სანამ მოხდებოდა დაზღვევა და ძალიან გამირთულდა საქმე ზოგადად ცოტა კრიტიკულად ვარ განწყობილი სკეპტიკურად ჩვენი სადაზღვევო კომპანიების მიმართ მაგრამ მაინც ჯობია ჩემი გამოცდილებით ვიძახი იმიტომ რომ ავტომობილზე რამოდენიმეჯერ მქონდა შემთხვევა რომელიც არავინ ეზღაურეს და ამის გამო საერთოდ გავაუქმე ავტომობილზე დაზღვევა თუმცა ვერ ვიტყვი რომ 100%-იანი არც 50%-იანი შეიძლება გარანტია არ გაქვთ ინციდენტის დროს ალბათობა რომ იყოს იმის რომ კომპანია მაგინაზღაუროს შენი ზიანი მაინც ღირს დაზღვევა ჩემი აზრით თან მით უმეტეს ვინც დამწყებები ხართ განსაკუთრებით მათ ნამდვილად ჭირდება თუმცა ნუ დაზღვეული არავინ არ არის ხო სპორტბაიკებს არ აზღვევენ ჩემზე თავიდან უარი მითხრეს რადგან ეს არის ნინძა 400 და სპორტბაიკებში გადისო მე აუხსენე რომ ნუ სპორტბაიკი სპორტბაიკი არ არის იმიტომ რომ ეს დაბალი კუბატურაა ვიზუალი ნამდვილად აქვს სპორტული ბაიკის თუმცა უთხარი რომ არის სტრიტი GPI მითხრა რომ დავაზღვეთო არ არისო პრობლემაო ხო ეხლა წაი ამ წუთში სურათები უნდა გადავუღო და გადავაგზავნო რომ მაინც ვიყოთ დაზღვეულები იმიტომ რომ ძალიან ცუდი მოძრაობაა ქალაქში და შეიძლება ჩვენი ბრალეულობა საერთოდ არ იყოს ვიღაცამ გადმოგვიჭრას გზა მოგვიხდეს შემთხვევა და როგორც ჩემ შემთხვევაში მოხდა უარი გვითხრან ანაზღაურებაზე და შემდეგ უკვე უნდა დაიწყოს სასამართლო დავა რომელიც ძალიან დიდ ნერვებს მოითხოვს ძალიან დიდ დროს მოითხოვს და ნამდვილად არ არის სასიამოვნო პროცესი თუმცა როდესაც სხვა გზა არ არის რა თქმა უნდა თან მით უმეტეს თუ ძვირადღირებული ბაიკი არის გიწევს სასამართლო დავა ნუ ან მოკლედ ან შენით უნდა გააკეთო რაც ELP ნამდვილად არ ჯდება და არ არის ეს ELP-იანი გართობა მოკლედ თუმცა საბოლოოდ კარგად დამთავრდა ყველაფერი happy end-ით და აი ამინდებიც გამოვიდა ყველაფერი კარგად არის და უბრალოდ ჩემი სურვილი არის რომ გავიდე საინტერესო ადგილებში და ლამაზი კადრები შემოგთავაზოთ და რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩემი სიამოვნებიც ვაკეთებ იმიტომ რომ რასთან უნდა აკეთებდეთ თუ თქვენ აქედან სიამოვნებას ვერ იღებთ არ გამოგივათ რა ის საქმე ისე როგორც უნდა გამოგივიდეთ მე ძალიან მიყვარს მოგზაურობა
მთელი საქართველო მაქვს შემოვლილი, თუმცა მაშინ არ იყო YouTube კი იყო, მაგრამ არ იყო ესეთი ვერ წარმოვიდგენდით, რომ YouTube-ზე შეიძლებოდა ესეთ ხარისხის ვიდეოები გაგვეკეთებინა, როგორც დღეს არსებობს. უკვე ძალიან თამასა ძალიან მაღალი ნიშნულზე არის აწეული. მართლა მაღალი დონის ვიდეოებს იღებენ ბიჭები და ნამდვილად დასაფასებელია ეს ყველაფერი. მე დამწყები ვარ, თუმცა მქონდა ამის სურვილი და რა ვიცი, ჩემი აზრით ნებისმიერ ადამიანს თუ აქვს რაღაცის სურვილი, მიუხედავად იმისა რა ასაკში არის, თუ არის შესაძლებლობა იმის რომ ყავდეს ბაიკი, ან რაც გვინდა მოკლედ ვიმოგზაუროთ, ან საინტერესო ადგილები აღმოვაჩინოთ, რატომაც არა. თუ ლიტრიანი ბაიკი არ ყავს რაღაცა, მით უმეტეს გამოსტილი ბაიკერები ცოტა ისე გიყურებენ რა, აშკარად ხვდებიან რომ მოკლედ დამწყები ხარ. თუმცა ეს არაფერს არ თulis, მე იმისთვის არ ვაკეთებ არაფერს რომ ვიღაცას რაღაც დავანახო. მე ვაკეთებ მხოლოდ ჩემი სიამოვნებისთვის და კიდევ იმისთვის რომ როგორც ჰობი ჩემთვის მოგზაურობა ძალიან ბევრს ნიშნავს და თავგადასავლები და ამაში ბაიკი ძალიან მეხმარება. მოკლედ როგორც ხედავთ მეგობრებო, ამოვედით შავნაბადეს წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში. ძალიან ლამაზი ადგილია, ძალიან მიყვარს ეს ადგილი, რამოდენიმეჯერ ვარ ნამყოფი. და ეხლაც მინდოდა რომ პირველი გასვლა ყოფილიყო აქ ამ სეზონზე. იქით არის კუმისის ტბა, არ ვიცი თუ ჩანს კადრში. აი ეს არის როგორც ვიცი ქვემო თელეთი. და მეორე მხარეს ჩანს მთლიანი თბილისი. იმ კადრსაც შემოგთავაზებთ. თბილისი ჩანს. აი აქ არის ზემო თელეთის ეს ახალი განაშენიანება არის. და აი იქით სახლები მთლიან თბილისს გადაყურებს და ძალიან ლამაზი არის. აი ზემოთ კორპუსები შენდება და სხვადასხვა კომპლექსები. მოკლედ ამ ადგილის ათვისებაც ხდება რა. ძალიან სიწყნარე და ძალიან შვიდი გარემოა. დასრულდა დღევანდელი დღე და რა ვიცი, ფიქრობ რომ კარგი ვიდეო გამოვიდა, თუმცა უკეთესი შეიძლებოდა, რა თქმა უნდა. ეს ჩაფხუტის სამაგრი ჩინმაუნთი არ მქონდა და სიარულის დროს რა კადრები არ ჩანდა ზემოდან კარგად. გამოწერილი მაქვს და ჩამოვა ახლა ცოტა ხანში და უფრო უკეთეს კადრებს შემოგთავაზებთ უშუალოდ მოძრაობის დროს. ძალიან მომწონს ეს ადგილი, ეს არის შავნაბადას წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი. ისტორიას არ მოვყვები, იმიტომ რომ ყველა შეგვიძლია რომ შევიდეთ და დავგუგლოთ და არ მინდა ძალიან რაღაც ისტორიული ის გამომივიდეს ვლოგი.
მოკლედ ეს იყო ჩემი პირველი გამოსვლა, რაც ავაწყე ბაიკი, მოკლედ და თან არის სეზონის დასაწყისი და მე გვიდებით, რომ ბევრ საინტერესო ვიდეოებს შემოგთავაზებთ. მოდი გაკატავ, გინდა? მუშტი. არა, მეტი. არა, ესე. გამარჯობა. მუშტი. ხო? გამარჯობა. ეს რა არის რა? მამი, ეს გამარჯობა. მოვიდა თინეიჯერი მამა.